ზოგიერთ მეტალზე ვისაუბრებთ დღეს. ეს არის ლექცია, რომელიც შედის ქიმიის კურსში, რომელიც თავის მხრივ განკუთვნილია ბიოლოგიის სპეციალობის ბაკალავრებისთვის. როგორც აღნიშნე, ზოგიერთ მეტალს დავახასიათებთ და პირველი მათგანი ეს გახლავთ ნატრიუმი. მცირე დოსიეს წარმოგიდგენთ ნატრიუმის შესახებ. პერიოდული სისტემის პირველი ჯგუფის ქიმიური ელემენტი არის. ატომური ნომერი მისი არის 11, ატომური მასა არის 22, მოვერცხლისფრო თეთრი რბილი ლითონი არის, იმდენად რბილია, რომ ის შეიძლება დანით, მაკრატლით დაიჭრას და ყველა ცნობილ ნაერთში ნატრიუმი არის ერთვალენტიანი. ინახავენ ნავთში, იმიტომ რომ ის ძალიან აქტიური მეტალი არის. და სწორედ ამიტომ ის დედამიწის ქერქში არის ბუნებაში არის გავრცელებული მხოლოდ ნაერთების სახით. დედამიწის ქერქში მისი პროცენტული შემცველობა არის 2.64%. ნატრიუმის 222 მინერალი არის ცნობილი. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ქვამარილი, ნატრიკლორი, ჩილეს გვარჯილა, ნატრიუმ-3, ტენარდიტი, ნატრი-2SO4, მირაბილიტი, ნატრი-2SO4 10 წყალთან, ანუ კრისტალჰიდრატია. და უამრავი რამ შეიძლება კიდევ ჩამოვთვალოთ. მიღება ძირითადად ხდება საწარმო მეთოდი მისი მიღების არის ნატრიკლორის ელექტროლიზი, თუმცა ზოგჯერ მას ძველი მეთოდითაც იღებენ, ანუ ნატრიუმის ტუტის ნალღობის ელექტროლიზს იყენებენ ამისთვის. ნატრიუმის ორთქლი წყალბადის არეში არის იისფერი. თუ გავხსნით ეთერში, წითელ ფერს მიიღებს. თხევად ამიაკში თუ გავხსნით, მიიღებს ლურჯ შეფერილობას. ძალიან კარგი ელექტროგამტარი არის. კარგად იხსნება ლითონური ნატრიუმი ვერცხლის წყალში და ამ პროცესში წარმოიქმნება ამალგამა, მაგალითად ნატრიუმ ჰიდრარგირუმი, ნატრიუმ ჰიდრარგირუმ O, ნატრიუმ ჰიდრარგირუმ 4. ეს არის ინტერლითონური შენადნობი. ანუ ამალგამა გახლავთ ინტერლითონური შენადნობი. ქიმიური თვისებები მისი წყალთან ურთიერთქმედებს ძალიან კარგად. ხედავთ თქვენ ამ ანიმაციას, არაერთხელ დაგჭირდა ჩვენ ამ რეაქციაზე ყურადღების გამახვილება. ძალიან კარგად იწვის და ყვითელი ალი აქვს წვის დროს, ხედავთ თქვენ. და შემდგომი ურთიერთქმედებით წარმოიქმნება, აი მისი წვის დროს წარმოიქმნება ნატრიუმ 2O2, ანუ ნატრიუმის პეროქსიდი. და უკვე შემდეგ წარმოიქმნება ეს პეროქსიდი კვლავ გარდაიქმნება ოქსიდად. არამეტალებთან შედის ძალიან კარგად რეაქციაში, მაგალითად გოგირდთან, ხედავთ რა ძალიან აქტიურად შედის, წარმოიქმნება მარილი შესაბამისი. სპირტებთან შედის რეაქციაში, მაგალითად ძალიან საინტერესოა ნატრიუმის ურთიერთქმედება გლიცერინთან, სამატომიან სპირტთან. მე ხა თქვენ ანიმაციასაც გაჩვენებთ და რეალურ ცდასაც. წარმოიქმნება ნატრიუმის გლიცერატი და წყალბადი. ხედავთ თქვენ, შეიძლება აფეთქდეს კიდევაც ინჯარა. ისე აქტიურად მიდის პროცესი. ესე იგი, ნატრიუმის და სამატომიანი სპირტის გლიცერინის წარმოიქმნება მარილი, ნატრიუმის გლიცერატი და გამოიყოფა წყალბადი. ეხლა იგივე რეაქცია ვნახოთ, ოღონდ რეალური. ათავსებენ გლიცერინს სინჯარაში. ესე ბლანტი სითხეა, ნახეთ როგორ იჭრება ნატრიუმი. ამას ნავთში ათავსებენ კვლავ. ნატრიუმი არის მსუბუქი გლიცერინზე და ცოტა შეთბობა ჭირდება. იმისთვის რომ პროცესი წავიდეს. დაიწყო რეაქცია. და გამოიყოფა წყალბადი. აი ხა ანთებული კვარით შეამოწმებენ ამას.
ნატრიუმის გამოყენებას რაც შეეხება, ნატრიუმის ტუტე ნატრიუაში გამოიყენება საპნის, ტყავის, ქსოვილებისა და ფარმაცევტულ წარმოებაში ძალიან კარგად. დიდი რაოდენობით იხმარება ნავთობპროდუქტების გასაწმენდად, ქიმიური ბოჭკოს მისაღებად. ნატრიუმის გვარჯილა, ნატრიუმ NO3, ნატრიუმის ნიტრატი. ძალიან ფართოდ გავრცელებული აზოტოვანი სასუქია. ტექნიკური სარეცხის სოდა, ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმი CO3 გამოიყენება საპნის, მინის, ქსოვილის, ქაღალდის და ნავთობის მრეწველობაში. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, იგივე სასმელი სოდა, ნატრი HCl3. გამოიყენება საკონდიტრო საქმეში, საფუარის ნაცვლად იყენებენ მედიცინაში, ლაბორატორიებში გამოიყენება. სუფრის მარილი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრი ქლორი. ადამიანისა და ცხოველებისთვის აუცილებელი არის, რადგან იგი შედის სისხლის პლაზმის შედგენილობაში და საინტერესო ფაქტია, რომ ყოველწლიურად საკვებთან ერთად ადამიანი თურმე 5-დან 10 კილოგრამ სუფრის მარილს მოიხმარს, მაგრამ მე გირჩევთ, რომ შეამციროთ ეს რაოდენობა, იმიტომ რომ ჭარბი რაოდენობა არის სრულიად არასაჭირო. ძირითადი ნედლეული არის ან ნატრიუმზე ვსაუბრობთ ლითონური ნატრიუმი შესაბამისი ტუტის, სოდის, ქლორის მისაღებად. არის სუფრის მარილი. სილიკატი, ანუ ხსნადი მინა, ნატრიუმის ნატრი 2, სილიციუმ 3 გამოიყენება როგორც შემკვრელი ნივთიერება, ლითონთან ნაკეთობების ფორმების და სარჩილავი ელექტროდების დასამზადებლად გამოიყენება. შედის აგრეთვე ჰერმეტიზაციისთვის საჭირო საგოზავების შედგენილობაში და არის სილიკატური წებოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. დოსიე კალიუმზე. პერიოდულ სისტემაში ის პირველი ჯგუფის ქიმიურ ელემენტს წარმოადგენს, ნატრიუმის შემდეგ მდებარეობს ატომური ნომერი 19, ატომური მასა 39, მოვერცხლისფრო თეთრი ლითონი არის. ყველა ნაერთში კალიუმი არის ერთვალენტიანი. პირველად მიიღო ინგლისელმა მეცნიერმა ჰარლი დევიმ 1807 წელს. ნატრიუმის მსგავსად ძალიან აქტიური მეტალი, კიდევ უფრო აქტიური მეტალია და ამიტომ ბუნებაში მხოლოდ ნაერთების სახით გვხვდება. დედამიწის ქერქში დაახლოებით 2,5% არის მისი შემცველობა. ცნობილი არის რამდენიმე ასეული კალიუმის შემცველი მინერალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის სილვინი, კალიუმის ქლორიდი, სილვინიტი, კალი-ქლორი ნატრი ქლორთან, კარნალიტი, კალი-ქლორი დაკავშირებული მაგნიუმ ქლორორთან დაკავშირებული 6 წყალთან, ანუ რთული მარილი, კაინიტი, კალი-ქლორი დაკავშირებული მაგნიუმ SO4-თან და დაკავშირებული 3 წყალთან. და ასე შემდეგ ძალიან ბევრი მინერალების ჩამოთვლა შეიძლება. მისი მიღების ერთ-ერთი თანამედროვე ხერხი შემდეგია კალიუმის მიღებაზე არის საუბარი. ეს არის რომ კალი-ქლორის ან კალიუმის ტუტის ნალღობში ატარებენ ნატრიუმის ორთქლს. რეაქცია მიდის დაახლოებით 800 და 400 ცელსიუს გრადუსზე. ამის შემდეგ უკვე წარმოქმნილი კალიუმის ორთქლის კონდენსაციით იღებენ ლითონურ კალიუმს. მარტივი ნივთიერების სახით კალიუმი არის მბზინავი, მსუბუქი, რბილი, პლასტიკური, ადვილად-წელვადი, ადვილად-ლღობადი, მოვერცხლისფრო ტუტე ლითონი, ძალიან ადვილად იჟანგება ჰაერზე და ამიტომ მას ყოველთვის ინახავენ ან ბენზინში, ან ნავთში, ან მინერალურ ზეთში. კარგად ატარებს სითბოს და ელექტრობას. ძალიან აქტიური ლითონია, როგორც უკვე აღვნიშნე, წყალთან შედის რეაქციაში ძალიან აქტიურად, წარმოქმნის კალიუმის ტუტეს და გამოიყოფა წყალბადი. არალითონებთან შედის რეაქციაში, გოგირდის ანიმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ჟანგბადში იწვის, ხედავთ თქვენ, მოცისფრო ალი, რომელიც არის გადასული მოწითალოში და შეიძლება წარმოიქმნას თუ დიდი რაოდენობით იქნება აღებული ჰიპეროქსიდი, ანუ კალი-2O4, ხოლო მცირე რაოდენობით პეროქსიდი კალი-2O2, რომელიც შემდეგ უკვე გვაძლევს ოქსიდს კალი-2O.
ლითონური კალიუმის გამოყენება, ისევე როგორც ნატრიუმის ტექნიკაში არის შეზღუდული, მაგრამ მისი ნაერთები გამოიყენება ძალიან ფართოდ. როგორც მრეწველობაში, ასევე სოფლის მეურნეობაში, ისეთი ნაერთები კალიუმის, როგორც არის კალიუმ-3, კალი-ქლორი, კალი-2CO3, კალი-2SO4, არის საუკეთესო მინერალური სასუქები. კალიუმის ქლორიდი გამოიყენება აგრეთვე მინის და დენთის წარმოებაში. კალიუმის კარბონატი, კალი-2CO3 აუცილებელია საპნისა და მინის წარმოებისთვის, ფოტოგრაფიაში, ქსოვილების მისაღებად იყენებენ მას. კალიუმის ტუტე, კალიუაში ძირითადი გამოყენება მისი არის საპნის და სხვა სარეცხის საშუალებების წარმოებაში და ძირითადად ის თხევადი საპნების შემადგენლობაში შედის. ისევე როგორც ნატრიუმი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალ ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ პროცესში. მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთის შეკუმშვაში, ფერმენტების მუშაობაში, ზოგიერთი ფერმენტული ჯგუფი იგულისხმება, წყლის მიმოწვლის რეგულაციაში. კალიუმის ნაერთები სამკურნალო პრეპარატების სახით ძალიან ფართედ არის გავრცელებული მედიცინაში. დოსიე სპილენძე. ეს არის ცდის, ცდა სპილენძის და გოგირდის რეალური რეაქცია მედის ამწოლ კარადაში და შესაბამისად ეს ხმაური არის. დოსიე სპილენძე პერიოდული სისტემის პირველი ჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერი 29, ატომური მასა 63, რბილი ჭედადი მოწითალო ფერის ლითონი არის. ნაერთებში მისი ჟანგვის ხარისხი არის +1, +2, +3. ბუნებაში შეგვხვდებათ როგორც თვითნაბად მდგომარეობაში, ასევე ნაერთების სახით. ეს ნაერთები ძირითადად არის სულფიდები და შედის აგრეთვე ლითონური მინერალების შემადგენლობაში. მაგალითად, შეიძლება შეგვხვდეს კუპრიტის სახით, კუპრუმორიო, შეიძლება შევიდეს ქალკოზინის შემადგენლობაში, კუპრუმორიესი, კოველინი, კუპრუმესი, ქალკოპირიტი, კუპრუმ ფერუმესორი, მალაქიტი. არის ძალიან ძვირფასი და ულამაზესი მწვანე მინერალი, რომლის მარაგი ნელ-ნელა ამოწურვის პირას არის და შესაბამისად მისი ფასი იზრდება. საქართველოში რაჭაში არის გავრცელებული სპილენძი და პოლილითონური მადნების სახით გვხვდება მადნეული საბადოში. დაახლოებით შეიცავს მას 0,25%-დან 1,2%-მდე. მისი მიღება ძირითადად არის მადნების გადამუშავებასთან, ანუ იმ მადნების გადამუშავებაზეა საუბარი, რომელს შემადგენლობაში შედის სპილენძი. მძიმე ლითონია, რბილი ლითონია ამავე დროს, კარგი თბოდა ელექტროგამტარია, კოროზიის მიმართ მდგრადია, ადვილად იგლინება, თხელფურცლება და იჭიმება მავთულად და ხასიათდება ძალიან მაღალი პლასტიკურობით. ქიმიურ თვისებებს რაც შეეხება, ერთ-ერთს თქვენც ხედავთ, ანუ არამეტალთან გოგირდთან შედის რეაქციაში და წარმოიქმნება მარილი კუპრუმორი ესი, ქალკოზის უწოდებენ ამ მარილს ბუნებაში, რომელიც არის გავრცელებული. ტენიან ქლორთან თუ გავაცხელებთ, ქლორიდი წარმოიქმნება, კუპრუმ ქლორორი. ჟანგბადთან შედის რეაქციაში, ახლა აღარ გავიმეორებ იმ ცდას, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ ეს წინა ლექციებში, ანუ სპილენძის მავთული შეგვაქვს სპირტკურის ალში და ის იჟანგება ჰაერში შემავალ ჟანგბადთან და წარმოქმნის შავი ფერის სპილენძის ოროქსიდს, კუპრუმ 2-ს. იცით თქვენ უკვე რომ ის არის წყალბადის მარჯვნივ მდგარი მეტალი აქტივობის მწკრივში, შესაბამისად ის მჟავებთან არ შედის რეაქციაში, თუმცა შეიძლება შევიდეს კონცენტრირებულ გოგირდ მჟავასთან და აზოტ მჟავასთან, როგორც კონცენტრირებულთან, ასევე განზავებულთან. კონცენტრირებული შემთხვევაში აზოტ მჟავაზეა საუბარი, წარმოიქმნება მარილი და წარმოიქმნება აზოტის 4 ოქსიდი. კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ რეაქციას. სპილენძი აზოტ მჟავასთან.
მწვანე სპილენძის იონების დამსახურება, ეს ყვითელი შეფერილობა აზოტის 4 ოქსიდის. მაღალი ელექტროგამტარობა აქვს ეს ისიც უკვე, ამიტომ მისგან ამზადებენ ელექტროსადენებს და კაბელებს. კარგი სითბოგამტარობის გამო მას იყენებენ სხვადასხვა სახის თბოდანადგარებში, როგორც არის ქვაბები, რადიატორები, წყლის გამოსახდელი აპარატურა. ძალიან ხშირად იხმარება როგორც მალეგირებელი დანამატი ალუმინისა და რკინის შენადნობებში. სპილენძის შენადნობებს ძალიან ფართოდ იყენებენ მანქანათმშენებლობასა და ელექტროტექნიკურ მრეწველობაში. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის თითბერი, სპილენძისა და თუთიის შენადნობი გახლავთ, ბრინჯაოს, სპილენძის და კალის შენადნობი, აგრეთვე სპილენძ ნიკელის შენადნობები. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ შენადნობებზე ჩვენ გვექნება სპეციალური სემინარი, ამიტომ აქ მათ არ განვიხილავ. მისი ზოგიერთი მარილი, როგორც არის კუპრუმ SO4 წყალთან, მას ბორდოს სითხესაც უწოდებენ. თქვენ მას იცნობთ როგორც ჩაბი ამას, სოფლის მეურნეობაში იყენებენ. შედის ადამიანის ორგანიზმის შემადგენლობაში ძალიან მცირე რაოდენობით, ისიც სუნთქვით ჯაჭვში ერთ-ერთი ფერმენტის შემადგენლობაში, ისე კი გახსოვდეთ, რომ ეს არის მძიმე მეტალი და შეუძლია ძალიან მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმის.